ინგლისურში არსებობს ერთმოქმედებიანი ან ორმოქმედებიანი წინადადება. ერთმოქმედებიანი ადვილი არის, მაგალითად წავედი, მოვედი, ვიყიდი, გავყიდე და ასე შემდეგ, ვიმოგზაურებ და უამრავი სხვა. ხოლო ორმოქმედებიანი წინადადება არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ უფრო მეტ ინფორმაციას ვაწვდით მეორე ადამიანს. აუცილებელია ამ ორ მოქმედებას შორის გამოვიყენოთ პატარა ნაწილაკი თუ, რომელსაც პირდაპირ თარგმანი ქართულში არ აქვს, თუმცა ძალიან ხშირად იგულისხმება, როგორც რომ. ოღონდ თუ არ ნიშნავს რომს. მაგალითად, ქართულად ვიტყოდით, მე მინდა გავაკეთო ლანჩი. ინგლისური ტვინი ამას ხარშავს როგორც მე მინდა რომ გავაკეთო ლანჩი. I want to make lunch. ეს თუზეა საუბარი. ანუ ერთმოქმედებიანი, ორმოქმედებიანი, როდესაც ორი მოქმედება გვაქვს, შუაში აუცილებლად თუ ნაწილაკი ჩავსვათ, რომელიც კიდევ ერთხელ მოვარდები, არ ნიშნავს სიტყვას რომს, ქართულად, თუმცა ინგლისური ტვინი ასე აღიქვავს.